კურიერი ვატიკანშია. ის ერთ-ერთი საუკეთესო პაპი იყო და მინდა პატივი მივაგო მის ხსოვნას. პაპის დაკრძალვის 9 დღიანი ცერემონია. ახლა ჩვენ წუხარება და იმედი გვამოძრავებს. იტალია მსოფლიოს პოლიტიკური და სასულიერო ლიდერების მოლოდინში. ახალი პაპის ასარჩევად მზადება მიმდინარეობს. უსაფრთხოების რა განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. 215 რაკეტა და დრონი. ახალი მასირებული შეტევა უკრაინაზე ვაშინგტონის სამშვიდობო მცდელობების ფონზე. მე მხოლოდ ომის დასრულება მინდა, არ მაინტერესებს ორივე მხარე ბედნიერია თუ არა, მთავარია შეთანხმება. დაბომბილია კიევის 15 ლოკაცია. ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს. რატომ თვლის ტრამპი, რომ ზელენსკი წამქეზებლურ განცხადებებს აკეთებს? საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი. ვისაუბრეთ პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხმედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ქართული დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტსა და მთავარ ხაზინაში. ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამომავლო თანამშრომლობაზე, პოლიტიკა და ეკონომიკა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 24 აპრილია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ასობით კარაბინიერი, ჟანდარმერია, პაპის შვეიცარიული გვარდია, რომელიც გაწვრთნილია როგორც სპეცრაზმი და რომელსაც შეიარაღებაში ყუმბარ მტყორცნებიც კი აქვს. ვატიკანს 650 სათვალთვალო კამერა აკონტროლებს. რომის სამთლიანად ჩაკეტილია პატრული მოძრაობს ყველგან. უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური ზომებია მიღებული იმ მთავარ ქუჩაზე, რომლითაც რომიდან ვატიკანში გადადიხარ. იტალიას უამრავი ლოგისტიკური ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. ქვეყანა მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და სასულიერო ლიდერების მოლოდინშია. ამას ემატება ათასობით კათოლიკე მორწმუნე, რომლებიც ასევე მთელი მსოფლიოდან დაიძრნენ. წინასწარი გათვლებით გლოვის დროს ვატიკანში 200,000 კაცს ელოდებიან. ვატიკანში ჩადიან 70 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებიც, მათ უსაფრთხოებას დრონების საწინააღმდეგო იარაღითაც დაიცავენ. ჰაერში პატრულირებენ მოიერიშე თვითმფრინავებით სხვა ლაინერებისთვის. რომი არასაფრენი ზონაა. იტალიის დედაქალაქში უკვე ყველაფერი გაძვირდა. სასტუმროები, ტაქსი, რესტორნები. რაც უფრო ახლოს მიდიხარ ვატიკანთან, მით უფრო მკვეთრად იმატებს ფასები და წინ ჯერ კიდევ 2 დღეა. რომის პაპს შაბათს 26 აპრილს დაკრძალავენ, თუმცა გლოვა კიდევ 9 დღე გაგრძელდება. ფრანცისკე პირველი პაპია, რომელიც სამის ნაცვლად ერთ კუბოში ჩაასვენეს და პირველი იქნება ბოლო 100 წლის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის კედლებს მიღმა რომში დაკრძალავენ. რომის ანკლავში ქალაქ სახელმწიფოში ახლა ბოლო სამზადის გადიან. რომსა და ვატიკანში მოძრაობს კურიერის გადამღები ჯგუფიც, ორივე ქალაქში ტურისტების მიღება შეზღუდეს, თუმცა ორივეგან მაინც დიდი ხალხმრავლობაა. მირიან გორგოძე მოგუყვება ადგილიდან, უსაფრთხოების რა ზომები მოქმედებს პაპის დაკრძალვაზე. მოგესალმებით ვატიკანიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის გამორჩეული მსოფლიოში საკუთარი ხალხმრავლობით. აქ არის და თქვენ კაცში შეგიძლიათ ნახოთ წმინდა პეტრეს ტაძარი, წმინდა პეტრეს მოედანი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული წერტილი, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, თუმცა დღეს აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და ამის მიზეზია ის, რომ სწორედ წმინდა პეტრეს ტაძარში არის დასვენებული რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი და შესაბამისად აქ არიან შეკრებილი ის ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მიეცეთ შესაძლებლობა და ამ ფორმით პატივისცენ რომის პაპის ფრანცისკეს ხსოვნას. სხვათა შორის სწორედ წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე, ერთ-ერთ აივანზე ნახა საზოგადოებამ ბოლოს რომის პაპი, როდესაც ის შეეგება აქ შეკრებილ მომლოცველებს 20 აპრილს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცა. ახლა კი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცდილობენ, რომ მოხვდნენ აქ და მათ მიეცეთ შესაძლებლობა და მოხვდნენ როგორც ტაძარში, ასევე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ აქ არის ახლა განსაკუთრებული ხალხმრავლობა და ეს ხალხმრავლობა უფრო
შესამჩნევი არის, ახლა კადრშიც ხედავთ ალბათ, მოედნის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი აი ახლაც სწორედ ამ წუთებში გადაადგილდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის არიან ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვების მეშვეობით ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ტაძრის შიდა სივრცეში მოხვედრილიყვნენ. სხვათა შორის ასევე მინდა გაჩვენოთ პირდაპირ ეთერის საშუალებით ის მთავარი ქუჩა, სადაც განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მოძრაობს მთელი დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით უკვე ბოლო 5 საათია ვიმყოფებით. ეს არის ის მთავარი ქუჩა, რომლითაც ადამიანები უკავშირდებიან უკვე წმინდა პეტრეს ტაძარს და მოედანს და შესაბამისად ამ გზას იყენებენ სწორედ აი ამ ცენტრალურ ტერიტორიაზე მოსახვედრად და თქვენ კაციც გქონდათ შესაძლებლობა გეინახათ, რომ განსაკუთრებული რაოდენობა ადამიანებისა არის და აქ არის მოლოდინი, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში ადამიანების რაოდენობა აი ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო მოიმატებს. ასევე ტერიტორიაზე ადგილზე არიან კარაბინერები, ასევე პოლიციელები, იტალიის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ასევე სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც აქ არიან იმისათვის, რომ აკონტროლონ ხალხის მოძრაობა, რომ ამ მიმართულებით არ შეიქმნას რაიმე შეფერხება და შესაბამისად ადგილზე ასევე იყოს დაცული უსაფრთხოება და ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არის აქ ადგილზე მიღებული, მაგალითად შეგიძლიათ კაცი ნახოთ, რომ განთავსებულია მთელ ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური ჯებირები და მაგალითად მედიის წარმომადგენლებს დღეს უკვე აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აი მედიის მიღმა მოხვედრილიყავით, შესაბამისად ქუჩები ბოლომდე გადაკეტილი არ არის, თუმცა მსგავსი ჯებირების გამოყენებით არის გამოყოფილი სპეციალური ზონები, სადაც ასევე სპეციალური საშვების მქონე ადამიანები გადაადგილდებიან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ მედიის წარმომადგენლები. აქ ასევე შეკრებილები არიან სხვადასხვა მედია ორგანიზაციებიდან, მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან და ბუნებრივია, რომ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფი. ჩემთან ერთად არის კურიერის ბრიუსელის ბიუროს ოპერატორი მამუკა ჯანაშა და ბუნებრივია ჩვენ მომდენო 2 დღის განმავლობაში ჩვენს ტელემაყურებელს პირდაპირ ეთერის საშუალებით შევთავაზებთ ყველა იმ მოვლენას, რომელიც დაკავშირებული იქნება რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან. როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, ბუნებრივია ამ მოვლენასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია და შესაბამისად ვატიკანში პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო ლიდერები. უკვე ცნობილია, რომ ვატიკანში ჩამოვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი და არგენტინის პრეზიდენტი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის, რომ არგენტინიდან კონკრეტულად კი ქალაქ ბუენოს-აირესიდან იყო წარმოშვებით რომის პაპი და ის იყო პირველი პაპი, რომელსაც ჰქონდა სამხრეთ ამერიკული ფესვები და ასევე იქნება პირველი პაპი, რომელსაც ვატიკანის გარე ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში რომის ტერიტორიაზე დაკრძალავენ, რადგან რომის პაპის ანდერძის მიხედვით მის ცხედარს მიწას მიასვენებენ 26 აპრილს არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში სანტა მარია მაჯორის ბაზილიკაში. მსოფლიოს სხვადასხვა დელეგაციებთან ერთად ასევე ვატიკანში იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას. მდინარე ტიბრის ორივე სანაპირო და ვია დელა კალჩელაციონე, უშიშროების სამსახური, პოლიცია და არმია, შეიარაღებული კარაბინერები ვატიკანში მისასვლელ ყველა გზას აკონტროლებენ. საქმეში ჩართულია ავიაცია, რომის საჰაერო სივრცე დახურულია და მას ავიაგამანადგურებლები აკონტროლებენ. ძალოვანი უწყების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა წმინდა პეტრეს ბაზილიკის შიდა და გარე პერიმეტრი. სპეციალური უწყებების თანამშრომლები მორწმუნეებს ამოწმებენ. ვატიკანში მსოფლიოს ყველა კუთხიდან უმაღლესი
უმაღლესი რანგის 170 დელეგაციასა და 200,000 მორწმუნეს ელოდებიან. ინციდენტების საფრთხე მცირეა. გარშემო უსაფრთხოების ბევრი თანამშრომელია, ვითარებას აკონტროლებს. აქ უსაფრთხოების ძალიან ბევრი თანამშრომელია. ყველგან პოლიციის ოფიცრები არიან. 2 დღეა აქ ვარ და ამ განსაკუთრებული ზომების გამო არც ერთი დანაშაული არ გვინახავს. და ბედნიერება და პატივი რომ აქ ვიყო და მის წინაშე ჩემი ბალი მოვიხადო. ჩემი აზრით, პაპი მთელს მსოფლიოს ძალიან კარგ ადამიანად დაამახსოვრდება. ვიდრე 10,000-ობით მორწმუნე პაპთან გამოსამშვიდობებლად რიგში დგას, ვატიკანის სინოდის დარბაზში გენერალური კონგრეგაცია იმართება და კომპეტენტური უწყებები მნიშვნელოვან ანგარიშს ამზადებენ. სპეციალისტებმა კარდინალებს დოკუმენტი უნდა წარუდგინონ, რომელშიც აღწერილია თუ რა გამოწვევების წინ დგას წმინდა საყდარი. მოხსენებაში ჩამოთვლილია თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომელიც სულ მალე კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი უნდა გახდეს. ფრანცისკეს მემკვიდრეობა არ გაქრება. ახალი პაპის ასარჩევად მზადება მიმდინარეობს. პროცესის აქტიურ ფაზაში ჯერ არ ვართ. ამ მომენტში საორგანიზაციო ეტაპი წარიმართება. უამრავი მორწმუნე დგას ჩვენს უკან. ისინი ჩვენ გველოდებიან. მე გუშინ ჩამოვედი, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ახლა ჩვენ მწუხარება და იმედი გვამოძრავებს. მუშაობას ვაგრძელებთ. პაპ ფრანცისკეს წამდა იმის, რასაც მთელი ცხოვრება ქადაგებდა. ეს ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კონკლავი 5-დან 10 მაისამდე შეიკრიბება. ღვთისმსახურების შემდეგ იერარქები სიქსტის კაპელაში გადაინაცვლებენ. ადგილზე სასულიერო პირები ფიცდადებენ და ახალი პაპის არჩევამდე გარე სამყაროსთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტენ. იმ შემთხვევაში თუ კარდინალები 33 რაუნდის განმავლობაში ერთ კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, კენჭს იმ 2 კანდიდატს უყრიან, ვინც ბოლო ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. იტალიური მედია წერს, რომ კარდინალები 2 ბანაკად იყოფიან: კონსერვატორები და პროგრესის მომხრეები. მათგან 80% პაპი ფრანცისკეს დანიშნულია, რაც პროგრესულ ფრთას არჩევნებში უპირატესობას ანიჭებს. პაპის დაკრძალვას დაესწრება დონალდ ტრამპი. ვატიკანში ჩადის ვოლოდიმერ ზელენსკის, თუმცა შედგება თუ არა მათ შორის საუბარი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ლონდონში ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ურთიერთობა 2 პრეზიდენტს შორის კიდევ უფრო დაიძაბა. ტრამპი ზელენსკის ტრაბახის გამო აკრიტიკებს და თulis, რომ ვითარება უკრაინისთვის სავალალოა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იბრძოლოს კიდევ 3 წელი და დაკარგოს მთელი ქვეყანა. ზელენსკიმ ტრამპს გუშინვე უპასუხა და ყირიმის 2018 წლის დეკლარაციაში ახსნა, რომლითაც ამერიკამ უკრაინის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსია დაადასტურა. უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების წერილობით კამაც ღამევე მოყვა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება. რუსეთმა უკრაინის მისამართით 215 რაკეტა და დრონი გაუშვა. კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, პოლტავა და კიდევ 3 ოლქი განგაში იყო ყველგან. მხოლოდ დედაქალაქში 15 ლოკაცია დაიბომბა. არის მსხვერპლი, დაჭრილია 10-ობით ადამიანი. კიევში სადაც 12 ფთოსანი რაკეტი და მხოლოდ ნაწილი ჩამოაგდეს, აფეთქეების ხმა დილამდე ისმოდა. დილით დონალდ ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა და ამჯერად ის პუტინს მიუძღვნა. ვლადიმერ გაჩერდი, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც მანამდე წამქეზებლურ განცხადებებში ვოლოდიმერ ზელენსკი დაადანაშაულა. ომის 1156 დღეს მოსკოვმა კიევს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ მაშველებმა 12 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები იპოვეს. ნაპოვნია სხეულის ნაწილები, ახლა ზუსტდება ისინი უკვე იდენტიფიცირებული ცხედრების არიან თუ სხვისი. ჩვენი მაშველი ძაღლები მიანიშნებენ, რომ ნანგრევების ქვეშ არიან გარდაცვლილი ადამიანები. გვესმის მობილური ტელეფონების ხმებიც ნანგრევებიდან და მივიღეთ ბევრი შეტყობინება ნათესავებისგან, რომლებმაც დაკარგეს კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან. უკრაინის დედაქალაქზე საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად დაჭრილი 77 მშვიდობიანი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის 6 ბავშვია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ვლადიმერ შეჩერდი ამ სიტყვებით გამოეხმაურა კიევზე თავდასხმას დონალდ ტრამპი. საკუთარ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით შტატების პრეზიდენტმა პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდა. ტრამპის მრისხანება დაიმსახურა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან შეუძლია იომოს ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე. დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა ლონდონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ და ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას, ტრაბახი უწოდა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთს მთელი ტერიტორიის მიტაცება სურდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთანაც უნდა მივახციოთ შეთანხმებას. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა. ამ დრომდე ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ არ აუშავს. მე მხოლოდ ომის დასრულება მინდა, არ მაინტერესებს ორივე მხარე ბედნიერია თუ არა, მთავარია ორივე მხარე შეთანხმდეს. მე არ მყავს ფავორიტები, მე მინდა შეთანხმებას მივახციო, მინდა სიცოცხლეები გადავარჩინო. ტრამპს სოციალური ქსელით უპასუხა ზელენსკიმ და შეახსენა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა ყირიმის ტერიტორია ანექსირებულად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ დაჯდება. როცა კომპრომისებზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ თავს ჩვენ დაგვესხნენ. ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, 10,000-ობით ადამიანი მოკლეს. ბევრი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ცოცხლად დამარხეს. ამდენად ის ფაქტი, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ტერორისტებთან, რომლებმაც ეს ყველაფერი გააკეთეს. დიდ კომპრომისს წარმოადგენს. ყველა სამშვიდობო ინიციატივა ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტით უნდა დაიწყოს. ამაზე ყველა თანხმდება რუსეთის ფედერაციის გარდა. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას არა რუსეთი, არამედ უკრაინაც ცდილობს. პარალელურად კრემლს არ მოსწონს ევროპის აქტიურობა და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნების აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს. ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. ზელენსკიმ ჩაშალა კონსულტაციები ლონდონში, რითაც დამაჯერებლად დაადასტურა განზრახვა, რომ ნებისმიერ ფასად ჩაშალოს სამშვიდობო პროცესი. ეს დაადასტურა ზელენსკის სიტყვებმაც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად არაღიარების შესახებ. ანექსირებული ყირიმი მოსკოვის მხრიდან დღეს კიდევ ერთი ბრალდების საფუძველი გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 45 უპილოტო საფრენი აპარატი სწორედ ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. უწყებაში თქვეს ისიც, რომ უკრაინამ ქვეყნის 8 რეგიონის მიმართულებით 87 დრონი გაუშვა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით კი საოკუპაციო ძალებმა 215 რაკეტითა და დრონით შეუტიეს. ვითარება კრიტიკული რჩება ფრონტზე, სადაც რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები გრძელდება. იქნება თუ არა გარდატეხა ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობებში. საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის კონტურები ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამოჩნდა. პოლიტიკა და ეკონომიკა დელეგაცია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს, დღეს სახელმწიფო დეპარტამენტშიც იყო და მთავარ ხაზინაშიც, რის შემდეგაც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობის პერსპექტივებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და საქართველოს პოზიციების სრულ თანხვედრაშია. ახლა მთავარი კითხვაა, დაიწყება თუ არა სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან. მარკ რუბიოს უწყებაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯოშუა ჰაკთან შეხვედრა დღეს ლევან დავითაშვილს, ნათია თურნავას და ლაშა ხუციშვილს ჰქონდათ. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ დიალოგი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს სხვა უწყებებშიც და საუბარი ეხება ვაჭრობის ახალისებას, რეექსპორტს, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ტექნოლოგიებს და ენერგეტიკას. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ქართულმა მხარემ ახალი ინიციატივაც დააყენა. ეს არის ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმება. საქართველო-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები და ორი ქვეყნის მთავრობებს შორის პოლიტიკური თანხმედრა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ლევან დავითაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა უმასპინძლა. ორხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც ორ ქვეყანას შორის იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხმედრა, სრული თანხმედრა
ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენ ხედებში და იდეოლოგიაში თანხმდება დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. ქართულმა დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო და კომერციის დეპარტამენტებშიც გამართა. გლობალური ბაზრების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის მდივნის თანაშემწესთან ერთად ლევან დავითაშვილმა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა და პერსპექტივები განიხილა. ქართულმა მხარემ საქართველო-ამერიკას შორის ახალი ჩარჩო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ინიციატივა დააყენა. ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. აშშ-დან ექსპორტის კუთხით საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს და შედის გარკვეული ამერიკული პროდუქტებისთვის ტოპ 10-ში საექსპორტო ბაზრების კუთხით. ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც ჰაბის მნიშვნელობის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება. საავაჭრო ბრუნვამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან 2 მილიარდს გადააჭარბა და ის შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ აშშ დოლარს. ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფში ხვდა საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში 15-მდე ინვესტორი მონაწილეობდა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერის და დაფინანსების პირობა მიიღო. ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა იმ და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მომავალში განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებიცაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდნენ. განიხილეს გლობალური გამოწვევები და რისკები. ვესაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და ასევე შემდგომ მისიაზე, რომელიც ჩამოვა საქართველოში უახლოეს პერიოდში და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი პარამეტრების თაობაზე. სასიამოვნო იყო გაზაფხულის შეხვედრების კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. და ბოლოს განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომელიც ივნისში იგეგმება და მოუთმენლად ველი ამ დროს თბილისში ვიზიტს. ვაშინგტონში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე გამართა. პირველი ვიცე-პრემიერი ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორსაც შეხვდა. ჯერ აგრეთიკეს შემდეგ კი შეხვდნენ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციურ პარტიებს საქართველოდან წასვლისას დაუძახა. ყველა -1 ერონდელის ცენტრში შეხვედრაზე ახლები არ მივიდნენ, ცალკე იყო გიორგი გახარია. დანარჩენ ორ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს კი ფერიდუნ სინირლი ოღლუ ერთად შეხვდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამოსვლის გამო თითქმის ყველა აკრიტიკებდა და მის ვიზიტს ტექნიკურსაც კი უწოდებდა. შეხვედრის შემდეგ კი ტონის შეცვლილია მეტიც ოპოზიციის უმეტესობა კმაყოფილია. შეხვედრა ოპოზიციასთან ეუთოს გენერალური მდივნის დღის წესრიგში წინასწარ ჩანიშნული არ იყო. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც გვარამი ამელიას პარტიამ სინირლი ოღლუს პროტესტი გამოუცხადა და შეხვედრაზე არ მივიდა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია დღემდე აცხადებდა, რომ ეუთოს გენდივნის ვიზიტი ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. რატომ შეიცვალა ოპოზიციის რიტორიკა? მმართველი პარტია თვლის, რომ მისი ოპონენტები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და გარედან იმართებიან. ორდღიანი კრიტიკის მიუხედავად ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მისვლა თავად მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განმარტების გაკეთებაც მოუხდათ. ფიქრობენ თუ არა ისევ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტი არ უნდა შემდგარიყო. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიციის წუხილებზე ეუთოს გენერალურ მდივანთანაც ისაუბრა. შეხვედრით კმაყოფილება მედიასთან არ დაუმალავს არც ლელოს ლიდერს. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველოს არის ეუთოს წევრი, ეუთოს წარმომადგენლობა რეგულარულად ეწევა რეგიონს, სომხეთს, საქართველოს, ამ შემთხვევაში საქართველოს რამდენადაც ჩვენი
ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ეს არის დიდი გამოწვევა უსაფრთხოებისადმი და ევროპის უსაფრთხოებისათვის არის დიდი გამოწვევა, ამიტომ რეგულარული ვიზიტი იქნება. ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი აძლევს შესაძლებლობას სამთავრობო პროპაგანდას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნას მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ შორის ბატონ გენერალურ მდივანსაც ძალიან ღიად გავუზიარეთ. ევთოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი შეცვლილი დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების ლუსტრაცია. ქართულ ოცნებაში ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ უწოდეს სხვისი დავალების შემსრულებლები და მართულები. ლანძღვით იყვნენ გამორჩეულები, ეხლა მიიღეს დავალება, რომ არ ივარგებდნენ და უნდა შეხვედროდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ამ დავალების სასრულებას ცდილობდნენ. ევთოს გენერალურ მდივანთან შესახვედრად პირველი გიორგი გახარია მივიდა, თუმცა ცალკე. ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ კი ტერიტორია კომენტარის გარეშე დადობა. ინფორმაცია მიაწოდეთ, რაზე საუბრებს ბატონ გენერალურ მდივანს? საქმეზე. რონდელის ცენტრში ჩანიშნულ შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრები. თქვეს, რომ ევთოს გენერალურ მდივანთან არც ინდივიდუალურ და არც საერთო ფორმატში შეხვედრას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. კოალიცია ფერიდუნ სინირლიოღლუს განცხადებებში სიცხადეს და თანმიმდევრულობას უწუნებს. ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ხვდებით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში. ოპოზიციის უარიც და თანხმობაც მმართველი პარტიისთვის კარგად შემუშავებული გეგმის ნაწილია. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და ბოლო დღეებმა ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა მას გაუსვა, რომელთაც თავიანთი ხედვა არ გააჩნიათ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი პრინციპები. კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ იმართება გარედან, როდესაც ხარ აგენტი, შენ კითხვის დასმის უფლებაც არ აქვს, რასაც ეთქვენ იმას აკეთებ. გუშინ აგინებდნენ, გუშინწინ ამ კაცს არ შეხვდა, არ გვაინტერესებს, დღეს დაეწყნენ თითოეული მათგანი. ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები და ერთმანეთს ასწრებდნენ ამ კაცთან შეხვედრას. აი ეს არის თქვენი მორალი, რომელიც არის ამორალური. ერთად უნდა მოგაკუჩოთ ადამიანმა. დიდ სკივში ჩაქსვა თითოეული თქვენთაგანი. სადაც მიეწერება უსამშობლოები, უთამოყვარეები, უპრინციპოები, ლუზერები და გადააგდო უნდა ოკეანეში. რას გიშვებათ ის თქვენი პატრონები, კაცო? ევთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გაიმართა. დღეს კი ის ოპოზიციის ნაწილსაც შეხვდა. მინისტრთა კაბინეტში მორიგი ცვლილებებია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ყავს. თანამდებობა ამჯერად ირაკლი ქარსელაძემ დატოვა. ახალი საკადრო ცვლილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მინისტრმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ირაკლი კობახიძემ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა. ქარსელაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის ადგილს დღეიდან რევას სოხაძე დაიკავს, რომელიც თბილისის საკრებულოში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომართა გუშინ, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავახადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თელემ წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ხარინარჩენების მართვის, საგანთულო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მე მინდა წარმოგიდგენოთ ბატონი რევას სოხაძე, რომელიც დაინიშნება დაინიშნა უბრალოდ ინფრასტრუქტურის მინისტრად. ბატონი რევას სოხაძე მოგეხსენებათ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი. მას აქვს განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევას სოხაძე წლების
მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. 2017 წლიდან ბატონირებაზე არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მე მინდა ბატონ რევას უსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე. წილად ხვდა ბედნიერება და პატივი, რომ მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია ამ შესაძლებლობებისთვის მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს მთლიანად ოცნების გუნდს და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია ის შედეგები რაც მივიღეთ რეალურად შეიძლება ითქვას რომ ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა რაც რა თქმა უნდა აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო დაწინაურებული და კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კარგად მესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში თუ რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს წლების განმავლობაში მე მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მთელ გუნდს თქვენ ამ დობისთვის. ფრანკერების მახეში გაბმული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი. ერთი კომენტარს ამ თემაზე ამ დრომდე არ აკეთებს, მეორე კი ამბობს, რომ მისი საუბარი დამონტაჟებულია. უჩან ანუაშვილი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ პეტრე პოროშენკოს ესაუბრებოდა უკრაინულ მაიდანს, ახსენებს და აცხადებს, რომ მათაც ყავს შეიარაღებული დაჯგუფებები, თუმცა ფული აკლიათ. დღეს ყოფილმა ომბუდსმენმა ამ საუბრისას სხვაგვარი ინტერპრეტაცია გააჟღერა. უფულობაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილის, თუმცა მას გონია, რომ გარი კასპაროვს ესაუბრება. ექს-პრეზიდენტი უკმაყოფილოა, რომ USAID-ის თანხები ევროკავშირმა არ ჩაანაცვლა. რუსმა პრანკერმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტზეც ალაპარაკა. დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ სალომე ზურაბიშვილისთვის საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა დიპლომატიურად ეპასუხა, ზურაბიშვილს ტრამპზე მაინც წამოსდა, რომ ის ნამდვილად დიდი პრობლემაა. სიუჟეტი, რომელიც გავიდა, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. უჩან ანუაშვილს 2 დღე დასჭირდა, რომ რუს პრანკერებთან საუბრის შინაარსი დამონტაჟებულად გამოეცხადებინა. თუმცა ყოფილ სახალხო დამცველს საუბრის აუთენტურობის უარყოფა არც უცდია. საუბარია რუს პრანკერებზე, რომლებიც ნანუაშვილს და სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით გაეცნენ. ექს-პრეზიდენტი და ექს-ომბუდსმენი თბილისში საპროტესტო მუხტისთვის დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობენ. დიალოგში ქართველი პოლიტიკოსები არც იმას უარყოფენ, რომ ქუჩაში გაწვრთნილი და შეიარაღებული ხალხი ხალთ, თუმცა პროცესს უსახსრობა აფერხებს. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. ნანუაშვილისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი კვლავდუმს. ექს-პრეზიდენტმა კითხვას ამ თემაზე არც გუშინ უპასუხა. ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს საჯაროდ აქვეყნებდა. პრანკერებთან კი თქვა, რომ ამერიკის 47 პრეზიდენტი დიდი პრობლემაა. What do you think about Trump's administration? It's terrible. რას ფიქრობთ ტრამპის ადმინისტრაციაზე? ფიქრობ ეს საშინელებაა. ეს ადამიანი გულწრფელად რომ თქვა, ჩემთვის კატასტროფაა. კი ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვეცდებით დავინახოთ, თუ რა შეიძლება იყოს კარგი მხარე მიუხედავად იმ შოკისა, რომელიც ყველამ განვიცადეთ, როდესაც მან თავისი პოზიციები გამოხატა უკრაინასა და პუტინთან დაკავშირებით. აღიარებითი ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ოპოზიცია საქართველოში კარგად გაწერილი რევოლუციური სცენარით მოქმედებდა. ასეთია მართველი გუნდის შეფასება. ამბობენ, რომ ზურაბიშვილმა და ნანუაშვილმა ისიც დაადასტურეს, რომ პროტესტის დასაფინანსებლად ეგრეთ წოდებული შავი ფული სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოდიოდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ ის პროცესები, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი გარედან და უცხოეთიდან იმართებოდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დეკლარირების გარეშე, ეგრეთ წოდებული შავი ფული, რა თქმა უნდა, მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება.
ოპოზიცია დუმს, იმათ ვინც ზურაბიშვილს კვლავ პრეზიდენტად მოიხსენიებს და მასთან კონსულტაციებზე დადის ამ დრომდე, არა უხსნიათ იზიარებენ თუ არა საუბრის შინაარს. განსხვავებულია გირჩის პოზიცია. კერების სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც არ მინახავს, უნდა ვნახოთ. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსი ვიღაც ფეიქ წარმომადგენლებს ვითომ კასპაროვის რაღაცას მოლაპარაკებებს აწარმოებს ან თუნდაც ფულს თხოვს, უბრალოდ მიუთითებს მინ არაადეკვატურობაზე და არაპროფესიონალიზმი. მის თაბიჭდება დამჩა რომ შეიძლება ფული უნდათ ეგონათ რომ ეს შეიძლება დონორების როლში ყოფილიყო და დაეფინანსებინათ. ოპოზიცია არასამთავრობო სექტორი და ყოფილი პრეზიდენტის საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოქმედ სუბიექტად მიაჩნიათ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფრანკერებთან დიალოგში USAID-სა და NED-ის დაფინანსების რეალური მიზნებიც გამოაშკარავდა. ექს-პრეზიდენტისა და უჩან ანუაშვილის განცხადებების გამო კანონმდებლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. არსებობს გონირული ეჭვი, რომ აქ გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე და შესაბამისი სტრუქტურები დარწმუნებული ვარ დაინტერესდებიან და აი იქ მოყვეს მერე რა არის დამონტაჟებული და რა არის სიმართლე. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს ამასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს მისი ნამდვილობა, მათი ქმედება ადასტურებს შესაძლო ამ საუბარს. მაგრამ ყოველთვის ცდილობენ დესტრუქციას, ყოველთვის ელოდებიან გარედან რა დირექტივას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილისა და უჩან ანუაშვილის რუს ფრანკერებთან საუბრის სრული ჩანაწერი 2 დღის წინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გამოქვეყნდა. დღეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული 10 პირის სასამართლოს სხდომა გაიმართა დახურულ ფორმატში 1 საათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლემ სხდომის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც დარბაზში დაკავებულთა ოჯახის წევრები დაუშვეს. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა პოლიციელების დაზიანების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა და საქმეში მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. დაცვის მხარე კი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. საკითხს სასამართლო მომდევნო სხდომაზე განიხილავს. 11-ვე დაკავებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს სიტყვის უფლებით ყველა ბრალდებულმა ისარგებლა. ჩვენ ყველას გვინდა რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდეთ. მინიმუმ რაღაცა რამე პასუხისმგებლობა თუ ეკისრება, უნდა გადაწყვეტოს სასამართლო. მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ. და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მექნება თხოვნა რომ იქნებ დავასწროთ ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ სხდომას. ეს არის ჩვენი ის მინიმალური შესაძლებლობა, სადაც შეგვიძლია ეს ადამიანები უბრალოდ დავინახოთ. მოდიოდა და აგრესია დამსე საზოგადოების მხრიდან სასამართლო სხდომის მონაწილეების მიმართ, მათ შორის იყო მუქარად შეუწყობილი სიტყვებით, რეპლიკებით და სწორედ აღნიშნული შემდეგ იქნა გადამიღებული გადაწყვეტილება, რომ სხდომა ნაწილობრივ დახურული იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ კვლავ ამ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვა და არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის შუამდგომლობა. დააკმაყოფილებს სასამართლო, მისცემს განსაკუთრებულებს შემოსვლის საშუალებებს და დასწრების საშუალებას. ამასთან რა თქმა უნდა, შემოსვლის შემდეგ განმარტებასაც გააკეთებს სროლების წარმართებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება უცხოელების მიმართ კანონმდებლობას აამკაცრებს. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრო მოამზადა. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად საქართველოდან გაძევების და საქართველოში შემოსვლის აგზელვის ახალი ნორმები დგინდება. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხოელს საქართველოში შემოსვლა 2-დან 10 წლამდე ვადით აეკრძალება, ხოლო მძიმეან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს შეიძლება 20 წელიც ვერ შემოვიდეს. საკანონმდებლო ცვლილებების საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი, საქართველოს მოქალაქე თუ არა მოქალაქე, ვალდებულია რომ პატივის წესს, კანონმდებლობას, პატივის წესს ქვეყნის მართლწესრიგს. მართლწესრიგის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და გამოწვევების პრევენციაა. როდესაც უხეში დარღვევები ხდება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების გაძევების შესაძლებლობაც უნდა
არსებობდეს და რაც იქნება ძალიან მალე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ამ პაკეტის განხილვა დასრულდება. ცვლილებების პაკეტი 18 კანონს შეეხება. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სასჯელის ახალი სახე ჩნდება. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან გაძევებული იქნება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლის ვადით შეეზღუდება. ცვლილებები სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს. სახდელი გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პირობებს დაარღვევს, ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდენს წვიმა ხულიგნობას, პოლიციის წინ დაუმორჩილებლობას ან სხვა ქმედებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების ვადები და პირობები იმ პირებისათვის, ვინც დაუსაბუთებლად მოითხოვს ქვეყანაში თავშესაფარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება გადაწყვეტილებების ჩაბარების წესს და ინერგება ახალი ელექტრონული სისტემა გადაწყვეტილების ჩაბარების, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კონკრეტული ვადების გამოთვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში უცხოელები იყენებდნენ ქვეყანაში დარჩენის მიზნებისათვის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, თუმცა ახლა რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი მათთვის გაუგებარია. როცა ეს ამის აღსრულება დაიწყება, ზუსტად გამოჩნდება მოტივები. თუ ეს ზოგადად ახლა წამოვიგებთ, რომ თქვა პირობითად ინდოეთის მოქალაქემ რამე ჩაიდინა და გააძევეს ქვეყნიდან, მე მგონი არავის არ გავიშტება ქვეყანაში პრობლემა და კითხვა ამის თაობაზე. მაგრამ თუ ეს რაღაც პოლიტიკურ აქტივისტებს შეეხება, რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ას დავინახეთ, რომ ეს გამოიყენება ამისთვის, ეს მაშინ მოტივის გასაგები იქნება. ის რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულს ჩადიან, ამ ადამიანებს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ოღონდ არა რაღაცა ასეთი იდიოტური გაყოფებით, რომ დეპორტაციას გაუკეთებ და ქვეყანაში არ შემოუშვებთ. არსებობს სტანდარტები, არსებობს რაღაც სასჯელები კონკრეტულ დანაშაულებებზე და ის უნდა იყოს გამოყენებული. ევროპულ სტანდარტებზე საუბრობს უმრავლესობა. მათი თქმით, კანონპროექტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა და ყველა პირ, ვინც ქართულ კანონმდებლობას არცემს პატივს, სათანადოდ აღიარებული სტანდარტებით უნდა იყოს პასუხისმგებაში მიცემული. არალეგალური მიგრაცია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ამას შემდეგ მოყვება არაერთი დანაშაული, რომელიც ჩატენილია უცხოელების მიერ. ხდება ასევე, ასე ვთქვათ, ვადების დარღვევა, როცა ჩამობრძანდებიან და შემდეგ რჩებიან არალეგალურად, შემდეგ არალეგალური მუშაობა და ასე შემდეგ. ამიტომ ქმედითი ბერკეტი, როგორც ევროპას აქვს, ზუსტად იმ, ასე ვთქვათ, პრინციპებზე შედგენილი კანონპროექტია, სადაც გაძევება იქნება ერთ-ერთი ბერკეტი. სახელმწიფოა საქართველოს უშუალებელი ისტორიით, უშუალებელი პრობლემებით, დღევანდელი გამოწვევებით და რასაკვირველია, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას ყველა შემთხვევაში. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში, უნდა გზობდეს საკუთარ ღირსებას, საკუთარ პოზიციას, უნდა იყოს სამართლიანი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელების მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა ბიუროზე უკვე დაარეგისტრირა. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ. საბოლოოდ კი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან კენჭს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შემოსვლის შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ დადგენილებაში შესული ცვლილებები გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ამავე განცხადებაში ძალოვანი უწყება ამბობს, რომ ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად 17 ქვეყნის მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადების შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნების მიმართ მოთხოვნები გამკაცრებულია. საზოგადოებას განზრახ მიესწოდა არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. აღნიშნული ინფორმაცია არის მყარი სიცრუე და სპეკულაცია, დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ კი გააჩნიათ გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა, ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი და მეტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები პროფკავშირების გაერთიანება ლაბორის ოფისში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ორგანიზაციაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. პარალელურად ჭხრეკა ჩადარდა კიდევ 3 ობიექტზე, მათ შორის ლაბორის ხელმძღვანელი საცხოვრებელ სახლში. რას უკავშირდება მიმდინარე გამოძიება უწყება ამაზე ღიად არ საუბრობს, თუმცა განჩინების მიხედვით საქმე ეხება თანხების მითვისება, გაფლანგვას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას. თავად პროფკავშირების წარმომადგენლები კი ფაქტს ორგანიზაციის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებენ. სამართალდამცველებმა ოფისიდან ამოიღეს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა. აბსოლუტურად ყველაფერი ამოიღეს, რაც ლაბორის საქმიანობას ეხებოდა, ნახეთ ხო, რამდენი რაღაც წაიღეს, კომპიუტერები, დოკუმენტაცია, ამ დოკუმენტაციასთან დაკავშირებითაც იურის ჰქონდა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა დოკუმენტი რა ასახავდა, არ იყო ეს აღწერილი და აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს. არ ვიცი რა შეიძლება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით ბუნებაში, თუ ეხა რაღაცეები არ შეთითხნეს, არაფერი მსგავსი არ იქნება, ჩვენი მიზანი არის დასაქმებელთა შრომითი უფლებების დაცვა და იმ შემთხვევაში თუ მათ ჭირდებათ გაფიცვა, ამ გაფიცვის ორგანიზება. როგორც განჩინებიდან ირკვეოდა, დაწყებულია გამოძიება ფინანსური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 182 და 362 მუხლებით, რომლებიც გულისხმობს მითვისება გაფლანგვასა და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას. მეტი არაფერი არის ჩვენთვის ცნობილი. ჩვენ დაუსვით ეს კითხვა. დიდი ალბათობით ეს არის ვიღაცის საჩივრის საფუძველზე დაწყებული. ვინ ვიღაცისა, ესეც ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადია, ვინ შეიძლება იყოს, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ქმნისგან. მკაცრი კონტროლი ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქციის საწარმოებში. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმებულია 51 კომპანია, მათგან საერთაშორისო სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა 3 კომპანიის 5-მა პროდუქციამ. ჩატარებული ინსპექტირების მთავარი მიზანი მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ხარისხის და ექსპორტის გაზრდაა. 8000 წლიანი ისტორიის ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე ადგილი უკვე დაიმკვიდრა. კონკურენტ უნარიანობის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს მუდმივად აკონტროლებს. სახელმწიფოსთან ერთად თავად მეღვინეების მთავარი პრიორიტეტია, რომ მათ მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი ყურძნის მიღება. ასევე ჩვენი კომპანია ფლობს საერთაშორისო სტანდარტს, ISO სტანდარტს. აღჭურვილი არის საკუთარი ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ღვინის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიული კვლევის პასუხი არ არის უვნებლობის პარამეტრებზე, აგრეთვე სპირტიანობაზე, ტიტროლმჟავიანობაზე, pH-ზე, მქროლავზე და სხვადასხვა პარამეტრებზე, რომელიც კანონმდებლობით ეკუთვნის ღვინოს, ასე ვთქვათ, ლაბორატორიული კვლევისთვის, ამ ყველა კვლევის გარეშე პროდუქტი არ გადის რეალიზაციაზე. შაქრიანობა, მჟავიანობა, ტოქსიკური ელემენტები, ხვედრითი წონა, იქამდე ვიდრე ღვინო გასაყიდად ბაზარზე გავა, ჯერ მისი ხარისხი უნდა შემოწმდეს და სერტიფიკატი მიენიჭოს. ყველა მეწარმეს სხვადასხვა ბაზარი აქვს, გააჩნია სადმი აქვს, მოთხოვნებიც სხვადასხვა, შეიძლება სერტიფიცირება ხდებოდეს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სარეალიზაციოდ. ძირითადად სააგენტო ამოწმებს ხვედრით წონაზე. ხვედრით წონა არის ეს ისეთი პარამეტრი, რომელთაც თითქმის მომცველი არის ყველა მისი მონაცემის ღვინო ანალოგიური იგივეა თუ ღვინო იქნა შეცვლილი მეწარმის მიერ. 2025 წლის პირველ კვარტალში 51 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუში აღმოჩნდა. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ შემოწმებული 29 ნიმუშიდან კი დარღვევა არც ერთში არ გამოვლენილა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია არის წარმოებული პროდუქციის ხარისხის კანონთან შესაბამისობა. ჩვენ გვაქვს 2 მთავარი ინსტრუმენტი ამ კუთხით, ეს არის ერთის მხრივ საინსპექციო კონტროლი უკვე საპროდუქციაზე, რაც გულისხმობს წარმოდგენილი ნიმუშების სერტიფიცირებულ ლოტთან შესაბამისობას და პლუს ასევე სახელმწიფო კონტროლი, რომლის ფარგლებში ჩვენ უშუალოდ საწარმოებში დავდივართ, იქ ადგილზე ვამოწმებთ საწარმოო პროცესს. ხარისხის რეგულარული მონიტორინგის პარალელურად ეროვნული სააგენტო ატარებს დეგუსტაციასაც. ბოლო მონაცემებით საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად შეფასდა.
800-წლიანი უნიკალური ტრადიციების ღვინო, ისტორიული ძეგლები და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებები ამ ყველაფერმა საქართველოში მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდში თითქმის მილიონი საერთაშორისო ტურისტი მოიზიდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. განსაკუთრებით აქტიურობენ ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუმცა უცხოელი მოგზაურობის მაღალი შემოდინება ახლო აღმოსავლეთიდან და ჩინეთიდანაც. სამ თვეში მილიონამდე საერთაშორისო ტურისტი საქართველოსთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია. საქართველოს ტურისტებისთვის დღითი დღე უფრო მიმზიდველი ხდება. ქვეყანა არათუ რეგიონის, არამედ მსოფლიო რუკაზეც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს. 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდულმა მაჩვენებელმა 959,000 მიაღწია და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2%-ია. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში. პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს ესტუმრა 1,300,000 და მეტი საერთაშორისო მოგზაური, საიდანაც მილიონამდე გახდა ტურისტული ვიზიტი. ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად პროპორციულად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში აქტიური სამუშაოები ვაწარმოეთ და შედეგად დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირ მიმართულებით ახდენს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას. 2025 წლის პირველ კვარტალში 1,315,000-მდე ვიზიტი შედგა. შემოსავლებმა ქვეყანაში 826 მილიონს მიაღწია. ეს 42,8%-ით მეტია 2019 წლის მონაცემებზე და 2,3%-ით მეტი შარშანდელთან შედარებით. პირველი კვარტალი ტურიზმის ინდუსტრიისთვის საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ ბაზრებზე აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს იმისთვის, რომ მთელი წელი იყოს წარმატებული, წინ ზაფხულის სეზონი გველოდება და ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. წელს მაქსიმალურად ვეცადეთ გამომდინარე ტურისტული ნაკადის ზრდიდან, გამომდინარე ფრენების დამატებიდან და სხვა ბევრი საშუალებებიდან, საიდანაც შეგველა რომ გაგვეზარდა ნაკადები, ასევე გაგვეზარდა გამოცხადებული ფასიც და დაახლოებით 10%-იანი ფასის და დაგვიფიქსირებინა ჩვენს ბიუჯეტებში. ზრდა დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით, განსაკუთრებით კარგი თვე იყო თებერვალი. რაც შეეხება მარტი და აპრილი, ჯგუფებმა დაიწყო უკვე სეზონურად შემოსვლა. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორებისა და მოგზაურების მაღალი მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნები ლიდერობს. მათ შორის ნიდერლანდები, ჩეხეთი, საბერძნეთი, იტალია და სხვა. წინა წელთან შედარებით რეკორდული ზრდა 72,9%-ით დაფიქსირდა ისრაელიდანაც. მე და ჩემი ქალიშვილი იტალიიდან ჩამოვედით. პირველად ვართ და აუცილებლად დაუბრუნდებით ამ ქვეყანაში. მოგწონს არქიტექტურა, საკვები. ულამაზესი ხედებია თბილისში. შემდეგ ჯერზე რომ ჩამოვალთ, მთელი საქართველოს გარშემო გვინდა დავგეგმოთ მოგზაურობა. საქართველო აგრძელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რომ ვიზიტორებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეუქმნას. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი იმანაც განაპირობა, რომ 2025 წელს ევროპის უმნიშვნელოვანესი ქალაქების მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაემატა. პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. Georgian Airways-მა დღეს იტალიის სამედიცინო კურორტის ფორლის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. უკვე 2 დღეში კი ქართული ავიაკომპანია კვირაში 2-ჯერ რომში დაიწყებს ფრენას. იტალიის 2 ქალაქის მიმართულებით რეისებს Georgian Airways-ი დღის საათებში შეასრულებს, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. რაც შეეხება კითხვას, რატომ ქალაქი ფორლის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს ევროპული სტანდარტების სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას და გამაჯანსაღებელ პროცედურებს თავაზობს. 11 საათსა და 45 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Georgian Airways-ის თვითმფრინავი იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისის შესასრულებლად ემზადება. ახალი რეისი მოგზაურებს ახალ თავგადასავლებს სთავაზობს. პირდაპირი ფრენა ძალიან გაამარტივებს მოგზაურობას. პირველ რიგში თბილისსა და ფორლის მაცხოვრებლებისთვის. ფრენები საქართველოსა და იტალიის მოქალაქეებისთვის კარგი ახალი შესაძლებლობა. თითქმის 4 საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ფორლის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაეშვა. Georgian Airways-ის ბორტს ქალაქის მერმა უმასპინძლა და ორმხრივი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ და მივესალმები ახალ გადაწყვეტილებას.
თბილისიდან 2674 კილომეტრში მდებარე პატარა, მაგრამ ისტორიული ქალაქი ფორლი არაერთი ღირსშესანიშნაობითაა გამორჩეული. ცნობილია როგორც იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კურორტი. ქალაქში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის დაწესებულებები, სადაც პაციენტები მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან. ჩვენ ვართ კლინიკასთან, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობს. სამედიცინო სექტორში ჩვენი კლიენტები არაერთ სერვისს იღებენ. მოძრაობა, ფიზიკური აქტივობა და კვება – ესაა ყველა ის ელემენტი, რაც ჩვენს მომსახურებაში ერთიანდება. თბილისი ფორლი, თბილისის რეისი კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. Georgian Airways-ი პირდაპირ ფრენებს მილანისა და რომის მიმართულებითაც შეასრულებს. ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგულარული რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტული სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრაქტიკულად ჩვენ მგზავრებს მივცემთ საშუალებას ყოველდღიურად გამოიყენონ საჰაერო სივრცე საქართველოსა და იტალიას შორის. ფორლი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამედიცინო კურორტი იტალიაში. საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიელების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იქნება თბილისის ტურისტული პოტენციალის მიმართულებით. აღნიშნული მიმართულება ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში. ასევე წელს ჰქონდა რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე ევროპის მიმართულებით 4 ახალი ფრენა დავამატეთ, ასევე ცოტა ხანში დაგვემატება Air Serbias პირდაპირი ფრენა. Georgian Airways არის ერთადერთი ქართული ავიაკომპანია თბილისის საავიაციო ბაზარზე, რომელიც ევროპის 9 მიმართულებებით დაფრინავს. Georgian Airways-ი ევროპული მიმართულებით პირდაპირ ფრენებს აგრძელებს, მათ შორის პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. ფრენები დღის საათებში შესრულდება. კურიერში სპორტული ახალი ამბების დროა, რომელსაც ლაშა დვალიშვილი გაგვაცნობს. ლაშა, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის ნათია დათო, მოგესალმებით. დავიწყოთ ისევ ძიუდოთი, როგორც გუშინ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერლი პარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქალთა შორის 57 კილოგრამწოვის კატეგორიაში. ქართულმა ძიუდოისტმა ფინალამდე გზა დამაჯერებლად გამლა, თუმცა ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც ურთულესი და ხანგრძლივი მეოთხედფინალი, შემდეგ ნახევარფინალური ორთაბრძოლა წააგო და ფრანკ ბენჟამინ გაბასთან ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრას დათმო. დღეისათვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიზე 2 მედალია ეთერლი პარტელიანის მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედლამდე ქართულ დელეგაციას უმაღლესი სინჯის მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა. 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს აიუბ ბლიევზლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. სარდალაშვილმა რაც გააკეთა, ის იყო ზუსტად მაგალითი მისცა გონდის სხვა წევრებს, რომ წარმატებით გამოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სპორტსმენებიც ჩვენ ისეთ შედეგებს დადები, როგორც სარდალაშვილი. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ძიუდოში და ჩვენ ველით მათგან დიდ წარმატებებს. და ისევ ძიუდოს შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის თემურ ხუბულურის 70 წლის იუბილეისადმი მიზნული ღონისძიება გაიმართა. თემურ ხუბულურის განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომი და ოლიმპიური მედალი გადასცეს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გარდა ხუბულურის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ამჟამად კი ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს. დიდი მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, ძიუდოს ფედერაციას, რომ ესეთი საღამო დღე ღონისძიება მომიწყეს. ძალიან შეამოვნებ, ძალიან სწრაფად გაიარა, რო იტყვიან წლები მიფრინავს, მიდის წინ და ცხოვრება გრძელდება. მახარებს მე ქართული სპორტის წარმატება, დღევანდელი ქართული ძიუდოისტების წარმატება და მახარებს ისიც, რომ პატარა წვლილი ჩემიც არის ამ წარმატებაში ქართული ძიუდოისტების, რომ წინაპლიადა ვიყავით, მე ბატონიშვილთა და ჩვენ წინაპლიადაც იყო ჩვენზე კიდევ და რომ დღემდე მოვიტანეთ ქართული ძიუდო და არის ისეთი პოპულარული, როგორიც არის დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართულ ძიუდოისტებს. ძალიან მნიშვნელოვანია თემურის წარმატებები ოლიმპიურ მოძრაობაში. თქვენ იცით, რომ პირველი მსოფლიოს ჩემპიონი არის თემური, რომელმაც გაიმარჯვა 1979 წელს
80-იან წლებში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი იყო ამ წვრთნით კატეგორიაში. ორჯერ მოიპოვა. თამნა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იმ პერიოდში 20 წელიწადში ერთხელ იმართებოდა. დასავლეთ თემური არის ორჯერ მსოფლიო ჩემპიონი. ჩართული არის ისევ თავის საქმეში, რა საქმეს უყვარს და აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს და თავის ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფრენბურთში 16 წლამდე ვაჟებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება. მადლობელი ვიქნები თუ თამაშზე მოხვალთ და ესწრებით და გვიგულს შემატკივრებთ. თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად გვჭირდება, რაც შეეხება მოლოდის უნგრეთთან. რავი, კაი გუნდია, ძალიან კარგად არიან მომზადებულები, მაგრამ ჩვენც გავიარეთ რაღაცა ეტაპი, მოვემზადეთ, ასე თუ ისე რაღაცები დავხვეწეთ, განვითარდით და გვაქვს იმის იმედი, რომ კარგად ვითამაშებთ და თამაშის მოგების იმედიც ძალიან დიდი გვაქვს. მოლოდინები დიდი გვაქვს, რადგან გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი და ძალიან კარგი შემართებით ვართ თამაშებისთვის. სულ არის ჩამოსული 3 გუნდი, სლოვენია, რუმინეთი და უნგრეთი. და ჩვენი შესაძლებლობებს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია და არაფერი არ შეუძლია. ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2 მეტოქის ვინაობა, ვისთანაც სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ივნისში გამართავს. 5-ში ქართველი ფეხბურთელები დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებთან ითამაშებენ, ხოლო 8 ივნის ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო-ვერდეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. სანიოლის გასწრული გუნდი სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.